ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა. განსაცდელში არ იგულისხმება ყოფითი განსაცდელი და გაჭირვება და რაღაცა პრობლემა და ამქვეყნიური უსამართლობის ჩვენზე წნეხი. განსაცდელში აქ იგულისხმება ის განსაცდელი, რომელიც გამოცდად მიდგება ჩემს რწმენას, წინ გამოცდად დაუდგება, რომლითაც ცდილობს ეშმაკი ჩემს მონადირებას. ანუ შეცდომა ეგზისტენციალური, ანუ ყოფიერებითი შეცდომა არ დაუშვა. გესმით, არჩევანის საკითხში. აი ამ განსაცდელში ეს განსაცდელი იგულისხმება. გესმით, აი ეს განსაცდელი იგულისხმება და ამიტომ ხას უსვავს ილოცევდით, ანუ როგორც კი კავშირი, ღმერთთან კავშირი მცირდება და კლებულობს და ან ქრება, იმ წამსვე დაუცველი ხდები, იმიტომ რომ ეშმაკი ხო არასდროს არ ისვენებს, ის ხო ყოველთვის ჩემ ცდუნებას ცდილობს და ჩემ წირო დგება ამ დროს ეშმაკი. მე თუ არ მაქვს კავშირი ღმერთთან, მე ვერ ხვდები სად მატყილებს ბოროტი. ამიტომაც აი გახსოვთ, ახლა მოციქულებს დაემართა, იუდასს არ დაემართა, ხო გასაგებია და პეტრეს არ დაემართა, ხო? ეს ზუსტად ეს იყო რა, იქ იმ მომენტში რა მოსუსტა მისი რწმენა, უფალი უწინასწარმეტყველებს, შენ მეერე მოტრიალდები და შენ ძმებს გააძლიერებ, მაგრამ იქ იმ მომენტში ისე ამბობს, რომ მაგ კაცს არ ვიცნობ, თან სამჯერ, ერთხელ რო იტყვი, ხო? სამჯერ რატომ არის ეს? იმიტომ რომ იმდენად თუ აი ესე უმადლო მდგომარეობაში აღმოჩნდი, ამ უმადლო მდგომარეობას წინ კიდე რა უსწრებდა. პეტრეს ეს როგორ ვთქვი ხელა მოციქულზე, მაგრამ ყველამ რომ მიგატოვოს, მე არ მიგატოვებ, რა არის ახლა ესა, ხო ხვდებით რაც არის. აი ეს უსწრებდა ამ. ყველამ რომ დაგტოვოს, მე არ დაგტოვებ, არ არსებობს. და მადლის გარეშე, როგორც კი მადლის გარეშე დარჩა სამჯერ და ისიც და მესამეთაც რო თქვა, რომ არ ვიცნობ მაგკაცო, კი არ გამოფხიზლდა, სანამ მამალმა არ იყილო. და მამლის ყილობა იმიტომ გამოაფხიზლა, რომ უფალმა უთხრა, რომ მამალი რო იყიულებს, სანამ იყიულებს სამჯერ უარყოფ. გესმით, აი როგორ იყო აი ამ თავდავიწყებაში, ცუდი გაგები თავდავიწყებაში გადასული. აი ეს არის განსაცდელი. როდესაც შენ რაღაცას ამბობ, როცა შენ რაღაცას აკეთებ, როცა შენ მოქმედებ და ღვთისნებასთან არ არის ეს თანხვედრაში და ეშმაკი გატყვილებს, გგონია რომ ნუ ეხლა აბა სხვა რა გზაა, ეხლა ხო არ მოაკვლეინებს თავს იქა, გესმით? ხო არ მოაკვლეინებს თავს. რა ან უფალს რას შემატებს. ხო და უნდა გადარჩეს და რო გადარჩეს, ხო არა კაცო არ ვიცნობ და ან ვის რას უშავებდა კაცმა, რო თქვა ეს სიტყვა. ნუ თქვა არ ვიცნობ. ხო ქრისტეს რა დაამატა ტკივილი, ან თუ იტყოდა რომ ესე ვიცნობ მოაკლდებოდა, შეიძლება ესეც დაეჭირათ, ან ეცემათ მინიმუმ და შეიძლება მოეკლო. ანუ გესმით, პრაგმატულად, სუფთა პრაგმატულად შეხედა. თვითგადაჩენის ინსტინქტმა იმუშავა პრაგმატულ ლოგიკაზე დაყრდნობილი. არაფერი არ გაუფუჭებია, უბრალოდ კიდე რაღაცა დამატებით არ გაფუჭდა, გესმით? ნახეთ როგორი ცივი გონებით რომ მიუდგეს, სწორად მოიქცა, თავი გადაირჩინა. ძველ ხმაში ამის მაგალითები ცით რამდენია. მაგალითად დიდ აბრაამს დაემართა ესე კაცი, რომელიც მზად არის საშინელი მსხვერპლი გაიგოს ღვთის ერთგულებისათვის. ხო, მისი ცოლი, ესე იგი რომ მოეწონათ გარეგნულად იქ უცხო ტომელებს და იმის გამო რომ ცოლი იყო ეს ლამაზი სარა და არ მოეკლათ რომ ქმარი მოუკლათ ეს ცოლი ჩვენ დაგვრჩებაო, რას ამბობ? ჩემი და არისო, წარმოგიდგენიათ რას ამბობ. ნუ სადღაც ნახევარა სიმართლეა, იმიტომ რომ ბიზაშვილი და რაღაც ესეთი იყო იქ როგორც მოდიოდა, მაგრამ მაინც ეს არ იყო სიმართლე. თავის გადარჩენისთვის და მე საყვედურს ეუნება ის უცხო წარმართი მეფე, რომ გამოცხადება ქონდა და მაგ ქალს ხელი არ დაადოთო, ღვთის გამოცხადებაში ანგელოზი დაემუქრა და ეს რა გვიქენიო, კაცო, ვერ გაგვაფრთხილეო, კიდევ დავიღუპეთ მთელი სამეფო ამის გამო. ანუ მე მის თქმა მინდა, რომ ეს პრაგმატული მიდგომა ხანდახან ადამიანს ძალიან სამართლიანად ეჩვენება. სწორია, ახლა ესე უნდა მოვიქცეთ, აბა რა. მაგრამ თუ ღვთისნებასთან ის თანხვედრაში არ არის, ეს არის ის განსაცდელი, რომელიც გატყვილებს. და ამიტომ გეუბნება, რომ ილოცევდით, ანუ მუდმივი კავშირი ღმერთთან. ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ აი რაც თავში ვთქვი, რომ მუდამ ესე იგი დავიწყების რეჟიმში ვართ, მას შემდეგ რაც ვრნება შეეზილა ჩვენს ბუნებას, სამოთხეშივე უკვე და ხორციელები გავხდით და დემონურინების აღსრულებელი, ერთადერთი გადარჩენის საფუძველი, რაც ჩვენ ვაკეთოთ, ხო? რწმენა როცა აქვს, ხა რწმენა თუ არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს. ერთადერთი არის მოუკლებელი გულისმიერი ლოცვა, ანუ შინაგანი ისიქასტური პრაქტიკა, რასაც ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია და უბრალოდ
ერთია საუბარი, მეორე მისი აღსრულება. მისი აღსრულება არ არის კვნილის ჭერა და უბრალოდ იესოს სახელის ხსენება, თუ ეკლესიურ კონტექსტიდან ამოვარდნილი ხარ, მთელი სისტემა ცუდი სიტყვა, ეს არის მთელი ყოფიერება, მისტიკური ყოფიერება სასუფევლისა, რომლის შემადგენელი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი, უძურფასესი, საფუძველთა საფუძველი ევქარისტიასთან ერთად არის სიქასტური პრაქტიკა, ანუ გონებით გულში აღსრულებული იესოს მოუკლებელი ხსენება, რომელსაც შინაგანი მემყუდროება ჭირდება. და ეს არის ის ერთადერთი საშუალება, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც არ მოგცემს საშუალებას დაგავიწყდეს. თორე თუ მექანიკურად იმეორე დაგავიწყება კიდევაც და იესოს სახელთან ერთად პატივმოყვარედ ჩამოყალიბდები და ეგოისტად ეგეთ და ზიარებასთან ერთად ესე იგი გაამაყდები და ყველაფერი შეიძლება დაემართოს ადამიანს თუ ამ მადლის მიერ საშუალებებს თავის სწორ თანამუშაკობას არ შეუზავებს უფლის მიმართ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ ღვთის თანამშრომელი ვართ. იმიტომ რომ ჩვენი მოაზროვნეობა და თავისუფლება არასოდეს არ ანულირდება რა მისტიკურ, ესე იგი, რაღაცა სახურებასაც არ უნდა ატარებდეთ.